ავტოინდუსტრიაში არსებობს ორი სრულიად განსხვავებული სამყარო: ბენზინი და დიზელი. ბენზინის ძრავი მუშაობს შემდეგნაირად: ცილინდრში შედის ჰაერისა და საწვავის ნაზავი, მერე გამოდის ნაპერწკალი, რომელიც ამ ყველაფერს ცეცხლს უკიდებს. ეს გავს ასანთის ღერის დანთებას. ცეცხლი ჯერ ერთ წერტილში ჩნდება და მერე ნელ-ნელა ვრცელდება. დიზელი კი სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. იქ საერთოდ არ არის არანაირი ამთების ანთელი. ჰაერი ცილინდრში იმდენად ძლიერად იკუმშება და ცხელდება, რომ შიგნით შესხურებული საწვავი წამის მეასეთში თავისით ერთდროულად ფეთქდება მთელ სივრცეში. დიზელი ბევრად უფრო ეფექტურია და ცოტა სწვავს, მაგრამ ეკოლოგიურად ჭუჭყიანია. ბენზინი უფრო სუფთაა, მაგრამ ენერგიას კარგავს. 10 წლეულების განმავლობაში ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ძრავი, რომელიც ბენზინზე იმუშავებდა, მაგრამ საწვავს დიზელივით თავისით ააფეთქებდა. გიგანტმა კომპანიებმა, როგორიცაა Mercedes და General Motors, ამ იდეაზე მილიონები დახარჯეს და ბოლოს ხელი ჩაიქნიეს. თქვეს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ბენზინის თავისით აფეთქების პროცესი უმართავია. ძრავი ან საერთოდ არ აფეთქებდა საწვავს, ან ფეთქდებოდა ისე ძლიერად, რომ შიგნიდან ფიზიკურად იშლებოდა. და აი აქ სცენაზე გამოდის Mazda. ინჟინრებმა მოიფიქრეს გენიალური ხრიკი, რომელსაც დღეს მთელი სამყარო Skyactiv X ეძახის. მათ თქვეს, მოდი ძრავში შეუშვათ იმდენად ბევრი ჰაერი და ცოტა ბენზინი, რომ ჩვეულები ნაპერწკლით მისი აალება შეუძლებელი იყოს. მერე ეს ნაზავი დგუშით ისე ძლიერად შევკუმშოთ, რომ აფეთქების პირას მივიდეს, მაგრამ მაინც არ ავაფეთქოთ. და აი ზუსტად იმ მილიწამში, როცა ძრავს ყველაზე მეტად უჭირს, საქმეში ჩავთოთ ჩვეულებრივი აალების სანთელი, ოღონდ სულ სხვა ფუნქციით. სანთელი აჩენს პაწაწინა ნაპერწკალს და მის გარშემო იქმნება ცეცხლის პატარა ბურთი. ეს ბურთი იწყებს გაფართოებას და ცილინდრში ისედაც კოლოსალურ წნევას კიდევ უფრო ზრდის. ეს წნევა მოქმედებს როგორც ვირტუალური უხილავი დგუში, რომელიც დანარჩენ კუთხეში მიმწყდებულ საწვავს კიდევ უფრო მეტად პრესავს. შედეგად ბენზინი იძულებულია წამის მე-1000-ში ერთდროულად მთელ კამერაში თავისი დაალდეს.